ჩემსავით თუ გიყვარს ჭამა, მიზეზები ისედაც არაა საჭირო, მაგრამ როცა მთელი კვირა ზუსტად მიყვები დიეტას, კვირის ბოლოს ისეთ შეგრძნება გაქვს თითქოს დარღვევის უფლება მოიპოვე და რაც გინდა და რამდენიც გინდა შეგიძლია ყველანაირი დანაშაულის გრძნობის გარეშე შეჭამო. რაც ერთ შეხედვით შეიძლება ლოგიკური ჩანს, მაგრამ ხანდახან ზუსტად ეს ერთდღიანი დარღვევებია, რაც ხელს გიშლის ცხიმის დაკლებაში. სიმართლე ისაა, რომ დიეტის დარღვევისთვისაც არსებობს სწორი და არასწორი გზები და თუ არ იცის სწორად როგორ უნდა დაარღვიო, ისე გადაყრია ერთი კვირის პროგრესს წყალში, რომ ვერც გაიგებ. ამიტომ ამ ვიდეოში გაჩვენებთ ცუდ ვარიანტს, რომელიც არასდროს უნდა გააკეთო თუ პროგრესის შენარჩუნება გინდა და შემდეგ ვნახავთ უკეთეს ალტერნატივას იმისთვის, რომ დიეტის დარღვევაც შეძლო და ამავდროულად დაკლებული წონაც ერთბაშად უკან არ მოიმატო. ალბათ დამეთანხმები, რომ გემრიელი საჭმელი უფრო გემრიელია, როცა დიეტაზე ხარ. შეზღუდვები ყოველთვის უფრო მეტად გვანდომებს იმ რაღაცას, რასაც უზღუდავთ თავს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, წონის კლებისას ჩვენი ორგანიზმი ისეთ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის, რომ შეიძლება დღეც და ღამეც მარტო საჭმელზე გეფიქრებოდეს. ამიტომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით დიეტის დასაწყისში, სანამ ახალი სტილის კვებას მიეჩვევა, კვირის ბოლოს დარღვევის დღეს აწყობს. დარღვევის დღე საჭმლის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარდა შეიძლება მამოტივირებელი ფაქტორიც იყოს. მაგალითად, კვირის განმავლობაში თუ ისეთი რამის ჭამა მოგინდება, რასაც წესით არ უნდა ჭამდე, გაიხსენებ, რომ თუ ახლა მოითმენ, კვირის ბოლოს დამსახურებულად შეძლებ იმის ჭამას, რაც მოგინდება. მაგრამ ასეთ სტრატეგიას ერთი ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რომელსაც დამწყებები ხშირად საერთოდ არ ითვალისწინებენ. ამ პრობლემის უკეთესად გასაგებად, ცხიმის კლების საწყის პრინციპებს უნდა დაუბრუნდეთ. თუ ამ არხს უყურებ, ალბათ უკვე გეცოდინება, რომ წონის კლება ძალიან მარტივი ენერგეტიკული განტოლებაა. იმაზე ნაკლები შეჭამე, ვიდრე წონის შესანარჩუნებლად გჭირდება და წონას დაიკლებ. ამას ვეძახით კალორიულ დეფიციტს, რასაც ხშირად მხოლოდ ერთი დღისთვის საჭირო რაოდენობას განსაზღვრავთ ხოლმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეები და კვირები ერთმანეთისგან განცალკევებულია და დღევანდელი ნაჭამი საჭმელი ღამის 12 საათზე როგორღაც ბათილდება. კალორიულ დეფიციტის განსაზღვრა კვირების განმავლობაში შეგვიძლია. მაგალითად ვთქვათ, რომ შენი დღიური დეფიციტი 500 კალორიაა. ანუ წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიებზე 500-ით ნაკლებს ჭამ და ამას აკეთებ კვირაში 6 დღე. 6 დღის ჭამი გამოდის 3000 კალორია. ახლა მე-7 დღესაც ჩვეულებრივ რომ გაიგრძელებინა დიეტა, კვირის ჭამური დეფიციტი 3500 კალორია იქნებოდა და დაახლოებით 9 კილოზე ცოტა ნაკლებს ხიმსაც დაწვავდი. მაგრამ დაუშვათ მე-7 დღეს გადაწყვიტე დიეტის დარღვევა და რაც გინდა ის შეჭამე. თქვა დილით ჩვეულებრივ საუზმეს ბლინები მიაყოლე, შუა დღეს ბურგერი და ფრიჭამე შაქრიანი კოკაკოლასთან ერთად, საღამოს 3 ნაჭერი პიცა 2 ბაკალოდთან ერთად და შუალედებში 1 შეკვრა ჩიფსი, ფილა შოკოლადი, ნაყინი და მილკშეიკი. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ძალიან ბევრი ჩანდეს, ვიღაცისთვის ძალიან ცოტა, მაგრამ საჭმელმონატრებული ადამიანისთვის ეს საკმაოდ ჩვეულებრივი დარღვევის დღე იქნებოდა. დავითვალეთ ახლა ჯამური კალორიები და დაუშვათ, ჯამში გამოვიდა 6000 კალორია, რაც ჩვეულებრივია შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი დღის ნორმა შევავსეთ, შემდეგ მთელი 6 დღის ნაწვალები 3000 კალორიის დეფიციტი ავანაზღაურეთ და კიდევ რამდენიმე ასეული კალორიას დაგვრჩა. ანუ კვირის ბოლოს დაკლების მაგივრად ერთი აშვების გამო შეიძლება მოიმატო კიდეც. 1000-ში ერთხელ ასეთი რაღაცა არაფერია, მაგრამ ყოველ კვირა ასე თუ აკეთებ, წარმოიდგინე რამდენად ნერვების მომშლელი იქნება ერთი თვის წვალების შემდეგ სასწორზე რომ დადგე და იგივე ციფრი დაინახო, რითიც დაიწყო. იმას არ ვამბობ, რომ დარღვევა არასდროს არაა გამართლებული და წონის კლებისას 100%-ით ჯანსაღი საჭმელი უნდა ჭამო. პირიქით, გაკონტროლებული კვება და კალორიული დეფიციტი ჩვეულებრივი სტრესია, რომლისგანაც დასვენება შიგადაში გაუცილებელიცაა. მაგრამ დასვენებაში მონატრებული საჭმლის ერთდროულად ჭამა და მთელი წონის უკან მომატება არ იგულისხმება. ისე უნდა დაისვენო, რომ ორგანიზმსაც მისცი ამოსუნთქვის საშუალება, ფსიქოლოგიურადაც ნაკლებად იგრძნო თავი შეზღუდულად, ცოტა ისიც ჭამო რაც გინდა და ამავდროულად დაკლებული წონაც შეინარჩუნო. ეს ყველაფერი რომ გამოგივიდეს, რაღაც მაინც უნდა გააკონტროლო. ანუ მთელი დიეტის დავიწყება არ გამოვა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დიეტისგან დასასვენებლად კალორიების რაოდენობა დეფიციტიდან უნდა დააბრუნო წონის შენარჩუნებისთვის საჭირო რაოდენობაზე და დიეტის უმეტესი ნაწილი უნდა დატოვა უცვლელი. ანუ კლებისას 500 კალორიის დეფიციტი თუ გქონდა, ახლა 500-ით მეტს შეჭამ, მთელი დღის დარღვევის მაგივრად მხოლოდ ერთ კვებას დაარღვევ და დანარჩენი ისევ იმ საჭმელს შეჭამ, რასაც აქამდე ჭამდი. ეს თუ არ იქნება საკმარისი და მაინც გულიანად გინდა დიეტის დარღვევა, შეგიძლია 4 კვებიდან 1 გამოტოვო და საღამოსთვის შემოინახო 9 დღის კალორიები იმისთვის, რომ ვახშამზე ის ჭამო, რაც გინდა. თავარია იმდენად ბევრი არ შეჭამო, რომ მთელი კვირის დეფიციტი ერთ დღეში აანაზღაურო. ასე თუ გააკეთებ, პროგრესსაც შეინარჩუნებ და დარღვევის დღეც უფრო სტრატეგიულ დასვენებად გადაიქცევა, რაც ბევრად უფრო ჯანსაღი მიდგომაა, ვიდრე მაქსიმალური შეზღუდვიდან გაუკონტროლებელ ჭამაზე გადასვლა. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, თუ მოგეწონა დაალაიქე, კითხვები დაწერე კომენტარებში და გამოიწერე არხი, რომ შემდეგი არ გამოტოვო.